ეს ვიდეო ბლოგი რეალურად არის ბიზინა ივანიშვილზე და იმ პირებზე, რომლებიც მას ისედაც სხვებზე დამოკიდებულს კიდევ უფრო ულაყებენ twins აკაურებს გულისხმობთ თორე FSB რომ ემუშავება მოსკოვი კრემლი პუტინი მისი უშუალო ინსტრუქტორები სპეცსამსახურები ეს ყველამ ვიცით იმ პირებზეცაა ეს ვიდეო ბლოგი რომლებიც დღენიადექ ჩასჩიჩინებენ ბიზინა ივანიშვილს ამა თუ იმ სიტყვას ეუბნებიან და ისიც არ მინდა თქვა გულუბრყვილო მეთქი მაგრამ ერთგვარად მოხიბლული ამ პირებისაგან კიდევ უფრო მეტად იხიბლება იმ სრულიად აბსურდულ გზავნილებს იჯერებს რომლებსაც ცალკეული პირები მას უჩიჩინებენ აცნობენ და ისტორიის რევიზიას თხოვენ იმ პირებსაც დავასახელებ ოღონდ ოდნავ მოგვიანებით ახლა კი ერთი უცნაური პირი უნდა ვახსენო ოკეან გაღმა შეერთებულ შტატებში NBA-ში დღესაც თამაშობს კალათბურთს უზარმაზარი მნიშვნელობის კალათბურთელი უზარმაზარი ეპოქალური კალათბურთელი LeBron James რომელმაც ყველა რეკორდი დახსნა ყველა მანამდელი კალათბურთელისა ის კი არა 39000-ზე მეტი ქულა გაკეთებული ჰქონდა ჯამში ქარიმ აბდულ-ჯაბარს და LeBron James-მა ამ 2 წლის წინ შეუტია ამ რეკორდსაც და დაამხო ეს რეკორდი. ახლა LeBron-ს გაკეთებული აქვს თუ არ ვცდები 40-41000-ზე მეტი ქულა. წარმოუდგენელი შედეგია. ვინ შესწდებოდა ქარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდს ჯორდანმა ვერ მოახერხა ეს. მელოუნმა ვერ მოახერხა. კობი ბრაიანტმა ვერ მოახერხა. და LeBron James-მა კი მოახერხა. აქედან გამომდინარე უკვე დღეს და სხვა უამრავი რეკორდის დამხობის გამო უკვე დღეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ამბობს რომ LeBron James-ი არის უდიდესთა შორის. არა თუ ქარიმ აბდულ-ჯაბარი, Magic Johnson-ი, Bill Russell-ი, Larry Bird-ი თუ სხვები და სხვები, არამედ Michael Jordan-იც კი არის მეორე თუ მესამე არა და LeBron James-ი კი არის ღმერთკაცი და მან LeBron James-მა ჩამოაგდო ტახტიდან Michael Jordan-ი მართლაც ასეა თუ მშრალ ციფრებს რიცხვებს დავხედავთ LeBron James-მა Michael Jordan-ის პრაქტიკულად ყველა რეკორდი დაამხო ერთადერთი 6 ბეჭედი არა აქვს მას 6 საჩემპიონო ბეჭედი 6 ბეჭედი Michael Jordan-მა იცით თქვენ Chicago Bulls-ის შემადგენლობაში მოიპოვა და ერთი ვიდეო კადრიც არსებობს ესე იწვლის ბეჭდებს თითო ხელის ერთი ხელის 5-ზე 1 2 3 4 5 წლებსაც ასახელებს და მე-6-ს წერას წევს და აქაც ბეჭედი საჩემპიონო ბეჭედი უკეთია არის თუ არა Michael Jordan-ი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელი მე რომ მკითხო არის ისევე როგორც მე რომ მკითხო ასე მაგალითად მარადონა მესიზე მეტია მაგრამ მესისაც დამხობილი აქვს მოხსნილი აქვს მარადონას და არა მხოლოდ მარადონას პელეს რეკორდებიც კი ლამის. არა და აი 70-იანი წლების კომაქს რომ მკითხო აღარ ფეხბურთისკენ შეუხვიე პელე მარადონაზე მეტიც არის. 80-იანების და 90-იანების კომაქს რომ მკითხო მარადონა პელეზე მეტიც არის და მესიზე მეტიც არის. დღევანდელ ახალგაზრდობას ამაში ხომ ვერ დაარწმუნებ და ის ახალგაზრდობა პრინციპში მართალიც არის, მაგრამ მიუბრუნდეთ LeBron James, იმიტომ რომ LeBron James-ი ზესაუბარს რომ მოვამრგვალებთ, მე უნდა ვისაუბროთ ბიზინა ივანიშვილს. ხო და ამბავიც ეს არის, რომ LeBron James-მა ყველა რეკორდი კი დაამხო, მაგრამ ობიექტურ მიმომხილველებს რომ ვკითხო, ის მაინც არ არის უდიდესთა შორის და მთავარ ნაკლად LeBron James უთვლიან იმას, რომ ის ქედმაღალი პირია, კაცია, კალათბურთელია. და დღენიადაკ ხმას უსვამს იმას, რომ სწორედ ის არის პირველთა შორის და რა Michael Jordan-ი, რა Larry Bird-ი, რა Chamberlain-ი, რა ქარიმ აბდულ-ჯაბარი, Magic Johnson-ი თუ სხვები და სხვები, მათ შორის მისი თანამედროვეები. დიახ, ის
ამდენადაც ეკუთვნის პრაქტიკულად ყველა რეკორდი. ის არის გოათ, ის არის ღმერთკაცი, ის არის პირველთა შორის. რატომ არისო იცით მაიკლ ჯორდანი მასზე დიდიო ამბობენ ობიექტური მიმოხილველები? იმიტომ რომ მაიკლ ჯორდანს არასოდეს არ უთქვამს, ორმაგი უარყოფა რომ არ გამოგვივიდეს, რომ მე ვარ საუკეთესო. ის სათანადოდ აფასებდა ყველა იმ კალათბურთელს, რომელიც მის ეპოქაში იყო, ან მანამდე იყო. და ეს კალათბურთელები ხელწამოსაკრავები კი არ იყვნენ. ვილ ჩემბერლენს 100 ქულა აქვს გაკეთებული, თუ არ ვცდები რამდენიმეჯერ. 100 ქულა, მაშინ სამქულიანებიდან არ იყო და წარმოიდგინეთ 100 ჯერ მოათავსა მან კალათში ბურთი, 100 ჯერ არა, 50 ჯერ მოათავსა მან კალათში ბურთი. ეს ქარიმ აბდულ-ჯაბარი ოდნავ შემდგომი პერიოდის მართლა 39000 ქულა გაკეთებული და სამქულიანი არ აქვს ჩაგდებული, თუ არ ვცდები კი არა, არ ვცდები. 39000 ქულა რო გაკეთებული, წარმოიდგინე, ესე იგი 18000 ჯერ, 19000 ჯერ უკაცრავად, 19500 ჯერ შენ გაქვს ჩაგდებული ორქულიანი, აი საჯარიმოდან. ჯორდანი მათ ნიველირებას არ ახდენდა და აი ობიექტური მიმოხილველები ამბობენ, რომ ჯორდანი მეტია მათ შორის, იმიტომაც გარდა იმის, რომ 6 ბეჭედი აქვს, ჯერაც არ არის დამხობილი მისი რამდენიმე რეკორდი ჯები ჯეიმსის მიერ და ასე შემდეგ, მათ შორის იმიტომაც, რომ ამბიციური კაცი ჯორდანი არავითარ შემთხვევაში არ ახდენდა, არ აკნინებდა როლს და მისიას და როლს ეპოქალურ მნიშვნელობას იმ კალათბურთელებისა, ვინც მანამდე იყო. ახლა ბიზინაზე გვაქვს ჩვენ სალაპარაკო, რა დროს ჯორდანიაო, რა დროს ჯეიმსიაო, რა დროს მარადონა, მესი ან ქარიმ აბდულ-ჯაბარიაო, რა დროს პელეაო. მეტყვით და მეც დაგეთანხმებით, რა საკვირველია, რა დროს სპორტია ახლა ჩვენს ეპოქაში, ჩვენს დროებაში, ჩვენს დინამიკაში, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მიმოხილვის თემა არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. ბიზინა ივანიშვილს აქვს ერთი უცნაურესი თვისება. გარდა იმისა, რომ ის ფობიებით შებოჭილდა ავადებული კაცია და გარდა იმისა, რომ მას მოსკოვი, კრემლი, პუტინი, ივანოვი, პეტროვი, სიდოროვი, უშუალო ინსტრუქტორები, რჩევლები, FSB, ლუბიანკა, რაც გეოთის დაარქვით. ისინი ემუშავებიან. მას გარდა ამისა აქვს მისივე ფობიები, მისივე შეზღუდულობები და ასევე მას ემუშავებიან ცალკეული პირები, რომლებიც მისგან მოითხოვენ ისტორიის რევიზიას და უჭედენ ტვინს გონებას იმითაც, რომ ამედიდურებენ მას. ამბობენ, რომ აი შენ ბიძინა ყველაზე დიდი ხარ დიდთა შორის და შენ თავისუფლად შეგიძლია გაეჯიბრო პრაქტიკულად ყველას, ვინც კი ხოლია ამ ბედნიერებს. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის ადმეერი. ამ ბედნიერებს. ასე მაგალითად, ეხა უშუალოდ ბიზინას არ უთქვამს, რამდენადაც მახსოვს, მაგრამ მისი მეგობრები, გარემოცვის წევრები, მომხრეები უფრო ასე ვიტყვი, დღენიადაგ იმაზე სახშირად იმაზე საუბრობენ, რომ დავით სარაჯიშვილი ვინ არის. დავით სარაჯიშვილს რაც აქვს დახარჯული ქართული საზოგადოებისათვის, იმაზე ბევრად მეტი აქვს დახარჯული ბიზინა ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც 3 თუ 4 მილიარდი დახარჯა ინტელიგენციაზე, ჯარის, მიხეილ სააკაშვილის დროს, შენახვაზე, პოლიციის შენახვაზე, ხელფასებსა და ავიცი პრემიებზე, ასევე რაღაც აღჭურვაზე. ეკლესიები ააშენა 1 2 3 4 ბევრი სამების საკათედრო ტაძარში, ტაძრის მშენებლობაში უზარმაზარი როლი ითამაშა, წვლილი შეიტანა. ბიზინა ივანიშვილმა რა არ გააკეთა და 3 კი არა, გაცილებით მეტი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული და თუ დღეს აქვს 6, წარმოიდგინეთ, რომ არ დაეხარჯა და ესეთი ხელგაშლილი რო არ იყოს, ექნებოდა 10, 11, 12 მილიარდი ბიზინა ივანიშვილს. და აი ეს არის დასტური იმისა, რომ ერთი ის ფულს არ მისტირის და მეორე დასტურია იმისა, რომ ეს ხელგაშლილი კაცი თვალსაჩინოება კი არა დასტურია, რომ არის
ყველაზე დიდი ქველმოქმედთა შორის ვინც კი ხოლია საქართველოს დავით სარაჯიშვილის დამარცხება, რამდენიც დავით სარაჯიშვილის გვარსახელი არის ის ყოველი 100-დან 30-მა, არა მეტმა, 70-მა არის ის და 30-მა კი იცის, იოლია. აი, შესწვდე გაეჯიბრო სხვა ეპოქალურ გმირებს, ილია ჭავჭავაძეს, ასე მაგალითად, გალაქტიონ ტაბიძეს, ასე მაგალითად, დავით აღმაშენებელს, ასე მაგალითად, ეს ცოტა რთული ამბავია. ხო, დავით აღმაშენებელი, სახელი და გვარი, დავით მეოთხე ბაგრატიონი, დავით აღმაშენებელი თუ გნებავთ, ასე ვიტყვიან გალაქტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბრათაშვილი, ვაჟა ფშაველა ისის ყოველი 100-დან 100-მა, ან 117-მა, 125-მა. ხო არ არსებობს, მაგრამ ასე უნდა ვთქვა ახლა. აქედან გამომდინარე შეუტიო გალაქტიონ ტაბიძეს, დავით აღმაშენებელს თუ ილიას პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა ამის ამბიცია ბიზნესს რასაკვირველია აქვს. მაგრამ ასე სახელდებულად ვერ იტყვის ზვიად გამსახურდიაზე, ასე მაგალითად რომ ზვიად გამსახურდია იყო ცუდი კაცი, თუმცა წველი სურვილი რომ ზვიად გამსახურდიას კი და ჩაგროს მეორე პლანზე გადაისროლოს, სხვებზე არც აღარაფერს ვიტყვი, რასაკვირველია ამის წველი სურვილი ბიზნა ივანიშვილს აქვს და ეს ჩანს, რომ არ მოგატყუთ. აქვე გეტყვით და გიანონცებთ, მე გეტყვით დაახლოებით კი არა. ვივარაუდებ, ვინ რას ურჩევს ბიზნა ივანიშვილს, თუმცა აქამდე მივიდეთ ერთი 14-15 წუთი კიდევ გამიძელით. გალაქტიონს როგორ შეუტია? არა, ეს პირდაპირ არ შეუტევია, მაგრამ გალაქტიონი, რომელიც წერს 1947 წელს, სულაც არ არის ეს საუკეთესო წელი მისი შემოქმედებისა, მაგრამ 1947 წელს წერს გალაქტიონი ლექს ნიკორწმინდა. ვრცელი ლექსია. ან გაბევრად ადრე, 10 წლებით ადრე, ასევე ვრცელ ლექს და ღვთისაო მზეო მარიამ, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზას ის მარია და შორეული სილაჟვარდე, ნახეთ, რას ამბობს ბიზნა, ოღონდ ბერაზე, თავად ხო ლექსებს არწევს, ბერამო, შეიძლება ამ ვიდეოს მოძებნა YouTube-ზე, ბერამო, ისე მოკლედ ჩამოვაყალიბა სათქმელიო თავის ლექსშიო, რომ ბერაო ფილოსოფოსი, ეხლა მე პერიფრას ვაკეთებ, სიტყვას თქვით კი ვერ გადმოგცემთ, მაგრამ ფილოსოფოსი პოეტიაო. ანუ ამბობს, რომ რაც ვერ შეძლო სხვამ, არასახელებს გალაქტიონს, ოღონდ და სხვები ხო საერთოდ მეხუთე ხარისხოვანები არიან, ტიციანი, პაულო, სხვები და სხვები. ბერამ აი ეს მოკლედ ჩამოვაყალიბაო, სხვები რასაც უნდებიან, ანადომებენ მრავალკუპლეტიან ლექსებსო. პირდაპირ გალაქტიონს ესე ვერ შეუტევს, მაგრამ ბერა უნდა წამოსწიოს, ბერა უნდა გაუტოლოს, ბერა უნდა იყოს სტოლსწორი და წარმოუდგენელია მეგობრებო, მაგრამ ბიზნეს ტვინში რაც იხარშება, ამას გეუბნებით. ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, სტოლსწორი გალაქტიონ ტაბიძისა. ვერ დაეწევა ვერა ივანიშვილები ტაბიძეებს რასაკვირველია ვერ დაეწევიან. ვერასოდეს მეთქი, ასე უნდა ვთქვა. ესე პირდაპირ ისტორიულ პერსონებს ის არ უტევს ბიზნა, მაგრამ ისტორიულ ამბებს კი უტევს. რევიზიას ცდილობს თითქოს. სწორედ ამას შეეხება მის მიერ შექმნილი კომისია, მას უნდა რომ მიჩაგროს, ისევ პერსონაჟზე გადავალ, უკვე მიჩაგრული, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი საპატიმრო საავადმყოფოში, ვივამეთში. 4 კედელს შორის მოქცეული ეს კაცი. მიშა არავინ არ იყო. მე უფრო მეტი გავაკეთებ, მეტი ფული შემოვიტანე, მეტად გაივსო თუ გადაივსო ბიუჯეტი, მეტი გზა დავაგე, მეტი სასტუმრო გავხსნი, მეტი ტურისტი იყო და ასე არის თუ იყო ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე მიშას დრო. მიშა ხრავდა ამ ქვეყანას. თეა წულუკიანს წამოწდა. კი არა, რეალურად გააზრებულად თქვა 2003-4 წლებიდან რომ ქართული ჯარის დანგრევა მიმდინარეობდა, ტყუილია ეს. მაგრამ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ყველა მიღწევის მათ შორის ჯარის მშენებლობის აბსოლუტური ნიველირება. იმიტომ რომ წარმოჩინდეს რომ ახლა რასაც აკეთებს ბიზნა ივანიშვილი, ეს კი არა, შევარდნაძის პერიოდიც კი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ის 9 წლიანი პერიოდი, როცა მართავდა მიხეილ სააკაშვილი.
დავით აღმაშენებელზე თუ ილია ჭავჭავაძეზე ის ვერ გაიწევა, თუმცა აქვე გეტყვით რომ ესე ვიღაც მრჩევლები შეიძლება ჰყავდეს კიდეც რომლებიც ეთყვიან რომ ბატონო ბიძინა იცით 1021 წელს დავით აღმაშენებელმა დაუშვა და ჩამოუსახელებენ აი ეს და ეს შეცდომა და ეს ივანიშვილი იმდენად ამ თვალსაზრისით იმდენად სხვაზე დამოკიდებული და სხვებთან ისტორიულ პერსონებთან გაჯიბრების მსურველი კაცია რომ შეიძლება ჩვენ შედარჩეს დაიჯეროს კიდეც და რომელიღაც ეტაპზე წამოაყრანტალოს ან წამოაყრანტალებინოს რა საჭირო იყო ყივჩაღების ჩამოსახლება ჩვენ რა ვერ მოვერეოდით აი დავით აღმაშენებელმა ეხლა მე ბიზნეს ვერ მიუბაძავ მაინც და მაინც დაუშვა შეცდომა ხო ფორმალისტური თვალსაზრისით არა დავით შეცდომა არ დაუშვია მაგრამ ყველა შეცდომიანები ვარ დავით მეოთხე აღმაშენებელიც რასაკვირველია იყო შეცდომიანი კაცი რამდენადაც იყო მოკვდავი 1025 წელს ისი თქვენ რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა ასეთივე შეცდომა აქვს დაშვებული დავით აღმაშენებლის შემდგომ პერიოდში დიდ მონარქს შვილს ვახსენებ ახლა ცხადია თამარ მეფეს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული მაგრამ ისტორიის რევიზია ამ კუთხით ისტორიის რევიზია არავის არ უნდა დაეწყო და არც დასაწყებია იმიტომ რომ არსებობს მშრალი ფაქტები და შეცდომები რასაკვირველია დაშვებული აქვს უკლებლივ ყველას ილიასაც აქვს დაშვებული შეცდომა მისი ცალკეული 1 2 3 2 რაც მახსენდება პუბლიცისტური წერილი დღევანდელი გადმოსახედიდან იყო შეცდომა არის შეცდომიანი წერილი მაგრამ ჩვენ უნდა განვეშოროთ ხშირ შემთხვევაში ამბავს კი არა კონკრეტულ ფაქტს ეგრეთ წოდებული ზუმაუთი უნდა გავაკეთოთ და დავხედოთ ეპოქას პიროვნებას ამბავს ფაქტთა ერთობლიობას და უნდა ვთქვათ ეს პირი ილია მიუხედავად იმისა რომ ორ პუბლიცისტურ წერილში ალბათ გაექცა სიტყვა დღევანდელი გადმოსახედიდან არასწორია ყოველ შემთხვევაში არის თუ არა ეპოქალური მნიშვნელობის კაცი არის და მისი ეს ცალკეული შეცდომა წოდებული რაღაცა აბსოლუტურად მე 1000 ხარისხოვანია ბიზნეს უნდა რო თქვას ამგვარი რამ რომ ილიაც კი ცდებოდა ხო ცდებოდა სვიად გამსახურდია გავარებოთ ილიას თავი სვიად გამსახურდია შეცდა თუ არა 1991 წლის აგვისტოსში როდესაც მან უნდა და არ უნდა დაუჭირა მხარი გეკაჩეპეს კი არ დაუჭირა მხარი არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალები ახლად შექმნილი შეიარაღებული ძალები დროებით დაუქვემდებარა შინაგან ჯარს თუ არ ვცდები თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიტომ რომ იქ იანაევი იაზოვი პუგო ვიღაც ტიპები მოვიდნენ ამ მონსტრ სახელმწიფოში რუსეთში საბჭოთა კავშირში მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება რომელიც არ გაუვიდა რა თქმა უნდა კი არა მე გამოჩნდა მაგრამ და გამსახურდიას დღევანდელი გადმოსახ მაშინაც ასე ვფიქრობდით ყველანი თუ ბევრნი რომ გამსახურდია უშვებდა შეცდომას თუმცა მის ქმედებაში იყო ლოგიკა მაგრამ ეს და ან სხვა შეცდომები 2 სექტემბერს კინოს სახლთან რომ მოხდა ის რაც მოხდა უნდა ყოფილიყო თუ არა მისი დამხობის საფუძველი მომავალი წლის 6 იანვარს ის გააგდეს საქართველოსთან უნდა ყოფილიყო თუ არა სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი ეხლა იცით შეიძლება ბიზინა ივანიშვილი აპირებს შემდეგ რამეს რომ რევიზია უნდა მოახდინოს იმ ისტორიული ფაქტისა და თქვას შეიძლება ესეც უნდა რომ ეს იყო არა სახელმწიფო გადატრიალება მეგობრებო არამედ ეს იყო სამოქალაქო ომი ან მრგვალ მაგიდაში მიმდინარე პროცესი ხო ფორმალისტური თვალსაზრისით ეს იყო კიტოვანსა და გამსახურდიას შორის მრგვალი მაგიდის ორ პირველ და 27 ლიდერ შორის მომხდარი დაპირისპირება სიგუა ხო მეოთხე ლიდერი იყო ან მესამე მაგრამ ჩვენ ხომ ეპოქალურ ამბავს უნდა შევხედოთ თორე გამსახურდია დე ფაქტო კი არა ხო ფაქტოლოგიურად გარკვეულ საკითხებში საკადრო პოლიტიკაში მათ შორის ცდებოდა როგორ არა მაგრამ გადატრიალება უნდა მომხდარიყო თუ არა ეს არის კითხვა აი რევიზია ექვემდებარება ამასაც და კიდევ სხვა რევიზიას ექვემდებარება ესეც და კიდევ სხვა ამბების მაგალითად გოგა ხაინდრავა დარწმუნებული ვარ და ეხლა უკვე გადავდივარ პერსონებზე დარწმუნებული ვარ ბიზინა ივანიშვილს ურჩევს რომ ამ უკანასკნელმა თქვას ქართველებს რომ არ დაეშვათ შეცდომა აფხაზეთში სულაც არ მოხდებოდა ის ამბები
რომლებიც მოხდა აფხაზეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში. განა იმიტომ, რომ ქართველებს შეცდომები არ დაუშვიათ, მაგრამ ეპოქალურად როცა დახედავ ამ ამბავს 90-იანი წლებისას. იქ რა შეცდომაც უნდა დაგეშვა, არ უნდა დაგეშვა, ან დაგეშვა, რუსეთს განზრახული ჰქონდა, რომ შენ წამოეგე ამ შეცდომაზე და რომც არ წამოეგე განზრახული ჰქონდა, რომ მოეწყვიტა აფხაზეთი შენი საგან, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი. უკრაინელები უშვებენ თუ არა შეცდომას ჩვენს ეპოქაში, ომში, ახლა, აი ამ წუთებში, უშვებენ, გაგიკვირდებათ და არასწორი მიმართულებით ან ვითარებენ შეტევას, მაგალითად. მე ხო დეტალურად არ ჩავუღრმავდები ამ ამბავს. არასწორ ბრძანებას იძლევა ცალკეულს რომელიმე 20 მეთაური თუ 100 მეთაური თუ საერთოდ გენერალი სირსკი. არასწორ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი ზელენსკი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხომ ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა ეპოქალური მნიშვნელობის თვალსაზრისით. რუსეთი არის აგრესორი და ყურადღების გამახვილება ბახმუტის ფრონტზე რა შეცდომა დაუშვა რომელიმე 20-ულმა თუ 100-ულმა უკრაინაში, როგორ სასტიკად მოეპყრა, ასე მაგალითად რუს ჯარისკაცებს, როცა შეეძლო ამის თავიდან აცილება, ჩვენ ხო ამაზე არ ვლაპარაკობთ ახლა. ბიზინა ივანიშვილს ურჩევენ იმასაც, მაგალითად ვოლსკი, ხაინდრავაზე ხომ თქვი, რომ ყურადღება გაამახვილოს 90-იანი წლების არა მხოლოდ გადატრიალებაზე, არამედ ომის დაწყებაზეც. ვოლსკი და ხაინდრავა ეუბნებიან, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, 92 წლის დასაწყისში ის რაც მოხდა იყო გამსახურდიას ბრალი C და შენ ბიზინა ეს უნდა თქვა. ეს არის ისტორიის რევიზიის მცდელობა. 92-ში რაც მოხდა 14 აგვისტოდან 93 წლის 27 სექტემბრამდე, ანუ ეს ეპოპეა 13 თვიანი და 13 დღიანი, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში, ჩვენი თავგადასავალი აფხაზეთში, ჩვენი ომი აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ, ეს იყო შევარდნაძის ბრალი C. ამიტომ ბიზინამ უნდა თქვას რომელიღაც ეტაპზე, რომ მე გამსახურდიაზე უკეთესიც ვარ, იმიტომ რომ მე სამოქალაქო ომი არ დაუშვი ამ ქვეყანაში. მე შევარდნაძეზე უკეთესიც ვარ, იმიტომ რომ მე ჩემს პერიოდში ტერიტორიები არ დაუკარგავს საქართველოს. და რაც უფრო დიდხანს ვიქნები მე ან ჩემი ხელის ბიჭები, მით უფრო მყარად იქნება საქართველოს და ნამდვილად აგე გასული 12 წელი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ტერიტორიებს არ დავკარგავთ, აგე 12 წელი არის ამის თვალსაჩინოება. დიახ, ბიზინა ცდილობს ისტორიის რევიზიას. ისტორიული ამბების რევიზიას მოგვცა ჩვენ ნატომ რამე? მართლაც ფორმალისტური თვალსაზრისით რა მოგვცა ნატომ? არა, მე რომ მკითხო, ეხლა დაახლოებით 4 საათიან ლექციას ჩავატარებ თემაზე, რა მოგვცა დასავლეთმა ზოგადად, შეერთებულმა შტატებმა კონკრეტულად, მათ შორის 2008 წელსაც და კონკრეტულად ასევე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში, თუ გრებავთ ესე ვიტყვი 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან. მე ამას 4 საათიან ლექციას ჩავატარებდი სიამოვნებით. 4 საათი უბრალოდ არ აქვს, მაგრამ ესე 30 წამში სათქმელად ძალიან იოლია რომელიმე მისი სპიკერის მიერ რა მოგვცა ნატომ და გამოვა რომელიმე ექსპერტად წოდებული თუ ტელეკომპანია იმედის ეთერით და თუ ტელეკომპანია პოსტივის ეთერით და ესეთი მწყაზარის სახით დაგიმტკიცებს იმას, რომ ნატოს არც არაფერი არ მოუცია და მე მიდი და შედი ამ კამათში 4 საათიანში იმ ადამიანებთან, რომლებიც გამოალაყა რუსულმა პროპაგანდამ. და ეს ყველა მესიჯი, უკლებლივ ყველა მესიჯი, რომელსაც წარმოთქვამს გნებავთ ვოლსკი, რჩეველი ბიზინა ივანიშვილისა, ირიბი, გნებავთ ხაინდრავა, გნებავთ ვატო შაქარაშვილი, გნებავთ სხვები და სხვები, რეალურად ერთის მხრივ FSB-ს მესიჯებია და მეორეს მხრივ თავად ბიზინა ივანიშვილის მესიჯებია, რასაც ვერ ბედავს, ან არ ბედავს, არ ამბობს, არ წარმოთქვამს ბიზინა ივანიშვილი დღეს და ახლა, მას ათქმევინებს მის ნებისმიერ ქვემდებარეს ხაინდრავას თუ სხვათა სახით. და ისტორიის რევიზიას აპირებს. მე დავამარცხე დავით სარაჯიშვილი, მე დავამარცხე მიხეილ სააკაშვილი, მე შევუტევ რატომაც არა შეცდომიან მერაბ კოსტავას და მერაბსაც რასაკვირველია, ილიასი არ იყოს, თქვენი არ იყოს, ჩვენ ადამიანები ვართ, შეცდომები გვაქვს, გქონდა, გვექნება, ღმერთკაცები ჩვენ. ესე პირდაპირ მნიშვნელობით არა ვართ, უშეცდომონი პეტრემ დაუშვა შეცდომა, მოციქულმა პეტრემ ასე უნდა ვთქვა და ჩვენ
ვიღა ვართ. და აი თვითონ კი ძე უცდომელია ბიძინა ივანიშვილი. ძე რომელიც არ შემცდა არასოდეს. თუმცა დღენია დაქუნდა უმეორო კითხვა. ესე ჰაერში გასროლილი სად იყავი გრიგოლიჩ 1991 წლის 31 მარტს რატომ არ მიიღე მონაწილეობა რეფერენდუმში რომელზეც წყდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი. რატომ არ ჩამობრძანდი მოსკოვიდან თბილისში არ გაემგზავრე საჩხერეში არ ახვედი თუ ჩახვედი სოფელ ჭორბილაში არ შეხვედი სოფელ ჭორბილის საარჩევნო უბანში არ აიღე ბიულეტენი არ მოხაზე პასუხი კი რატომ არ გაუშვი ხელი საარჩევნო ყუთში არ ჩააგდე შენივე ბიულეტენი. ბიძინა ივანიშვილს ამაზე პასუხი ცხადი არ აქვს. სად იყავი შენ 1990 იმავე წლის ანუ 9 აპრილს. იზეიმე თუ არა ჩვენთან ერთად დამოუკიდებლობა და ამასაც თავი დავანებოთ 95-96 წლებში რატომ აფინანსებდი კაცს გენერალ ლებეც რომელმაც მოაწყო სასაკლაო თბილისში როდიონოვთან ერთად სხვათა შორის და ეს ფაქტია და ამაზე არაჩვეულებრივად დაწერა ჩემმა კოლეგა მეგობარმა ვახოსანაიამ გენერალი როდიონოვი ამის შემდეგ დააწინაურეს. აი ეს გენერალი როდიონოვი აქ ზაკოში რომ იჯდა დააწინაურეს და დანიშნეს თავდაცვის მინისტრად. და შენ ბიძინა ივანიშვილო სად იყავი მაშინ ახლა რომ რევიზიას აპირებ და უკლებლივ ყველა ფაქტის წინ წამოწევა გინდა შეცდომების ამა თუ იმ პირისა და ეპოქალურ მნიშვნელობას რო ვერ ხედავ ამა თუ იმ ამბისა დიდ გორსაც შეწდები რომ მოინდომო კი არა რომ გათავხედდე ილიასაც გადასწვდები და შეიძლება ისიც თქვა რა არის რა უბედურებაა მაგალითად ლექსი მერანიო ნიკოლოზ ბარათაშვილზე და გალაქტიონის საერთოდ ესე მიასხეპინო შენს რომელიმე სპიკერს ახლა მე გეკითხები შენ ბიძინა ივანიშვილო ან ჩვენ მკითხოთ მას ესე ჰაერში გასროლილად ვკითხოთ თუ გნებავთ ისტორიის რევიზიას რომ აპირებს ბიძინა ივანიშვილს ვკითხოთ ის დამოუკიდებლად მოქმედებს თუ არა სასაკვირველია არა მას აქაური მრჩევლების ყავს რომლებიც ამ შეცდომას აშვებინებენ ისედაც გამოლაყებულს აეუბნებიან რომ შენ შეგიძლია შეუტიო სარაჯიშვილს ილიას ვინ არიან ესენი შენთან შედარებით ჩვენო ღმერთკაცო ბიძინა ივანიშვილო რაც უფრო მეტად ჯიუტდება ბიძინა ივანიშვილი რაც უფრო მეტად ეჯიბრება ისტორიულ ამბებს მოვლენებს ეპოქას ცდილობს რომ გაეჯიბროს და დაამარცხოს ეპოქა დაამარცხოს კონკურენციაში შევიდეს ვინმესთან ან რამე ამბავთან მოვლენასთან მით უფრო მარცხდება ის დამარცხდება და ხელახალი ძალით იწყებს შეტევას დანარცხდება ამარცხდება და ხელახალი ძალით იპორჭყდება კუთხეში მიმწყდეული არა და სტრატეგიულად ან ისტორიულად ის ცხადია უკვე დამარცხებული პირია უბრალოდ ტაქტიკურ დონეზე გამოაჩინა რა ბრჭყალები ის ეხლა უკვე ხელებს აქეთ-იქით აცეცებს არასწორი სიტყვაა ხო იქნებს ხელებს ხო სწორი სიტყვაა ბრჭყალიან ხელებს და დაზიანება უნდა როგორც პროცესისა ისე ადამიანებისა გასრვა გამოსრვა გაუბედურება მე შენ შეგინახე მე გიხდიდი თვეში პირობითად 5000 ლარს როგორ ბედავ ჩემს წინააღმდეგ წასვლას აი ესე ვბედავ 5000 ლარს კი არა 9 მილიონიც რო გადაგიხადა დღეში შენ თუ ღალატობ ქვეყნის ინტერესებს და ეჯიბრები დავით სარაჯიშვილს ნიკოლოზ ბარათაშვილს ილია ჭავჭავაძეს ვაჟა ფშაველას გალაქტიონ ტაბიძეს სულხან საბას 16 თაყაიშვილსაც კი მინდოდა მეთქვა და კიდე კაი გამახსენდა ამ უწროთ 30 წუთი ბარემ 16-მესაც ეჯიბრება 6-ვე თუ შეინახა ამდენი მე შევუნახე საქართველოს ამდენი და შესაძლოა არა 16-მესთან იმართებაში არა მაგრამ ფორმალისტურად შესაძლოა გარკვეულ საკითხებში მართალიც არის სამების საკათედრო ტაძრის გუმბათი არც არავის არ დაუდგამს ბიძინამ მიიღო ამაში არსებითი მონაწილეობა მისია როლი შეასრულა მაგრამ რამე არც სამების 1 ან 17 არც ოპერის 1 ან 117
არც მეტროსადგური 7 მეტროსადგურით ან 417 მეტროსადგურით არაფრით, არც ერთი ლექსით, არც ერთი პოემით ცალკე აღებულით არ განიზომება საქართველოს ბევრად მეტია და ეპოქალური მნიშვნელობის ამბები საქართველოში ბევრად მეტი და ღირებულია ვიდრე უკლებლივ ყველას ჩვენგანის წარსულიდან აწყოდან თუ მომავლიდან წვრილ როლი საქართველოს ისტორიაში. ხოლო ბიზინა ამ ამბავში არა მარტო და მარ, არამედ და ნარ ცხდება. ნახვამდის.